მითი ბიზნეს უძლეველობაზე და იმაზე რომ ის ათამაშეს თელ მსოფლიოს რაღაცა თავისი 14 მილიარდი თუ რაღაც სისულელე სანქციები მარტო ბატონ ბიზნეს კი არ მოუღებს ბოლოს არამედ ისეთ განხეთქილებებს გამოიწვევს შიგნით პარტიაში და კოცებში რომ ერთმანეთს დაჭამენ მათთვის ვინც ხდება ტვინით, ტრაკით, ინტუიციით, გულით, სულით, კანით და ყველაფრით, რომ ოცნებას დიდი დრო არ უწევია. კი, ოცნება შევა რაღაც პროცენტით და აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში, მაგრამ ბიზნეს ამბები ძალიან ცუდად არის. ვაიმე, რუსეთმა ომი არ დაიწყოს. რუსეთს აქ 2 ტრილიონი დანახარჯი ამ ომებთან დაკავშირებით დაუჯდა ის სირია, უკრაინა და ამიტომ არაფერს ტრაკი არ აქვს გენაცვალი. საერთოდ არაფერს ტრაკი არ აქვს და რუსეთის ბირთვული იარაღი კიდე ადამ კუკუს დროინდელია და სანამ კნოპკას დააჭერე ღილაკს მანამდე ბევრი რამე მოხდება. ეს ერთი. შენ ჩემო ძვირფასო კოცო, რომელიც ზოგიერთივით არ ხარ სუსის ხელფასზე, ხომ ხვდები რომ ძალიან ცუდადაა ოცნებას საქმე. მე არც ნანუკა ჟორჟოლიანი მიხდის ხელფასს, არც სახელმწიფო დეპარტამენტი მიხდის ხელფასს, რომ ამას ვქაქანებ. მე მალაპარაკებს ჩემი სიყვარული, ჩემი სამშობლოსი. მე არ ჩვილი მყავს და არც თავმავალი, რომ იმის მომავალზე ვიფიქრო, მაგრამ მე რაღაც არ მაძლევს საშუალებას, რომ ჩუმად ვიყო. თანაც ვიცი, რომ თქვენ ჩემი სიტყვის გჯერათ. აღარ უნდა ეს მიშა დაბრუნდება, გრიშა დაბრუნდება, ვანო პეტრე, ეს დამთავრდა. არასოდეს საქართველოს ბელორუსი არ იქნება, იმიტომ რომ ბელორუსია საქართველოსნაირი ისტორია არ აქვს, ჩემო ძვირფასებო. ცოტა ხანში მე მგონი ბიძინა ნანუკას ფონდის შესანახი გახდება. ოპოზიცია ნაკიდი ყავს. სალომე მაგის თამაშს თამაშობს. 12 თვლით თუ სული თუ წინ არის. სად არის წინ? სად არის წინ? რაც აქვს დასანქცირებული 2 იმდენი ფული აქვს სადან? ქეში თითმეს აქეთი კიდალ სადიდმეს. ფულმა უნდა იტრიალოს, როგორ იტრიალებს ხალხო? და თუ ოპოზიციას ნაკიდი ყავს და ღმერთმა შეარგოს იმ ოპოზიციას ის ფული, რომელიც თავის დროზე ბიზნეს ახია, ეს ოპოზიცია რო შემოვა კოალიციურ მთავრობაში, მაინც ისეთი კანონპროექტები უნდა მიიღოს, მაინც ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ლტოლვას ევროკავშირისკენ და საბოლოოდ ნატოსკენ. მეგობრებო, დაფიქრდით.